ჩვენ აჭარაში ყოველთვის ქონდა თქვენი ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს მე განსაკუთრებულად მავალდებულებს თქვენი მხარდაჭერა ჩვენ მოგცემთ იმ მანდატს და იმ რაოდენობის მანდატს ისწორებაზე დაყენეთ. ალბათ ამეთანხმებით, რომ საერთოდ რომ არ იყოს ახლა ეს შეხვედრა, რომელზეც სააკაშვილმა გამოაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. მერე რა მოხდა? რა მიიღო რუსეთმა? ქვების გროვა დავკარგეთ. ის არის მოწყული. ასე რომ დაეკარგა ჩვენ წინაპრებს ცხოვრებაში ჩართვას. აღარაფერს ვამბობ წამებაზე, აღარაფერს ვამბობ ადამიანების დატერორებაზე. ყოველთვის იყო იმის საფრთხე, რომ შეიძლება მტერი და პირველ ყოვლისა მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ბათუმელებს, იმიტომ რომ მართლა სტიქია პრაქტიკულად ბათუმში დღეს თავს ხმაწვიმაა და ამდენი ადამიანი შეწუხდა, მობრძანდა. უღრმესი მადლობა მათ, ეს კიდევ უფრო მეტად მავალდებულებს მე მათ წინაშე. ძალიან მინდა რომ ამ ადამიანებს მე კარგად ავუხსნა ის საპროგრამო მასალები, რომელიც და დაპირებები, რომლებიც ვთვლი რომ ქვეყანას მართლა გამოიყვანენ კრიზისიდან. სამწუხაროდ გუშინ 25 არხზე მე არ მომეცა საშუალება გამოსულიყავი და მესაუბრა აჭარლებთან, რაც ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აჭარა და ბათუმი აუცილებლად დაგვიჭერს მხარს, ჩვენ ტრადიციულად გვაქვს მხარდაჭერა ამ ადამიანების და მათ იციან, რომ ჩვენ გვაქვს სწორი გზა არჩეული ქვეყნის რეგიონების, მათ შორის აჭარის კრიზისიდან გამოსაყვანად და ამ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც არ მოგვარდა ამ 4 წლის განმავლობაში არც სოციალური, არც ეკონომიკური და არც სხვა ტიპის პრობლემები. კონკრეტული მესიჯები და პრიორიტეტები თქვენი კონკრეტული მესიჯები არის უპირველეს ყოვლისა ქვეყნის სტაბილურობა, რაც აუცილებლად მოვა უბლოკო სტატუსის გამოცხადების შემდეგ. კონკრეტული მესიჯები არის სოციალურად დაუცველი ადამიანების, პენსიონერების დახმარება, უმუშევრობის დაძლევა და ეკონომიკის ამუშავება, რაც ქვეყანას წინ წაიყვანს. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში კი არა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. უპირველეს ყოვლისა ბათუმელებს დიდი მადლობა მიუხედავად ამ თავისუფლისა, კოკისპირული წვიმისა, მობრძანებისაზე და მესიჯი არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური დაუცველთა ფენების პროგრამის განხორციელება და ძალიან ფართო მასშტაბიანი პროგრამა გვაქვს. ერთი სიტყვით მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს ბათუმელებს, ჩვენ სამომრჩევლებს მოვუწოდო, რომ 8 ოქტომბერს მოვიდნენ შემოხაზო ნომერი 3 და ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებასა და სიძლიერეს მიცემთ.